რუსეთის გენერალური პროკურატურა ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აეროფლოტის რუსეთში ყველაზე მსხვილი ავიაკომპანიის შეფერხებით მუშაობის მიზეზი იყო ჰაკერული თავდასხმა. არსებული ინფორმაციით გაუქმდა დაახლოებით 100-ზე მეტი რეისი. კიბერთავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო ორმა ჰაკერულმა დაჯგუფებამ. ერთ-ერთი სახელი არის Silent Crow, ხოლო მეორე ბელარუსული კიბერპარტიზანები. ისინი აცხადებენ, რომ მიზეზი კიბერთავდასხმისა იყო უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის წინააღმდეგ. Silent Crow Telegram არხზე, რომელიც მათ აქვთ, გამოაქვეყნა პოსტი იმის შესახებ, თუ როგორ განახორციელეს კიბერთავდასხმა და რა იყო ამის მიზეზი. აეროფლოტის მთლიანი შიდა IT ინფრასტრუქტურა კომპრომიტირებული და განადგურებულია. ყველა ეს რესურსი ამჟამად მათთვის მიუწვდომელია. აღდგენას შესაძლოა $10 მილიონი დასჭირდეს. ზიანი სტრატეგიულია, ვკითხულობთ ჰაკერების პოსტში, რომელიც მათ გამოაქვეყნეს Telegramზე. ჰაკერული დაჯგუფების თქმით, მათ დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ჰქონდათ კორპორატიულ ქსელზე წვდომა, აეროფლოტის კორპორატიულ ქსელზე წვდომა და ისინი აკოპირებდნენ მონაცემებს როგორც თანამშრომლების, ასევე მგზავრების და ასევე აქვთ მათი მტკიცებით აუდიო ჩანაწერები სატელეფონო ზარების. რაც შეეხება ბელარუსულ კიბერპარტიზანებს, რომლებიც ასევე იღებდნენ მონაწილეობას, ამაში ისინი აცხადებენ, რომ მათ უნდა მიეყენებინათ მთავარი გამანადგურებელი დარტყმა და მიზეზი რის გამოც, როგორც ამტკიცებენ ჰაკერები, რატომაც იყო წარმატებული მათი კიბერთავდასხმა, იყო ის, რომ ზოგადად აეროფლოტის თანამშრომლები არ იცავენ ელემენტარულ კიბერუსაფრთხოების წესებს, მათ შორის აეროფლოტის გენერალური დირექტორი 2022 წლიდან, როგორც აღნიშნავენ ჰაკერები, აეროფლოტის დირექტორს 2022 წლიდან არ გამოუცვლია სისტემაში შესვლის პაროლი, რის გამოც გამარტივდა, როგორც აღნიშნავენ ჰაკერები, მათთვის სისტემაში შეღწევა. მთავარი мотиваცია, როგორც აღნიშნავენ ჰაკერები, არის რა თქმა უნდა უკრაინის მხარდაჭერა, მათი თქმით და ასევე ბელარუსში ოპოზიციური ძალების მხარდაჭერა. მედიაში აღნიშნავენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კიბერთავდასხმა, რომელიც მიეყენა რუსეთს, შემდეგ რაც რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინის წინააღმდეგ, მაშინ იყო მცდელობები კიბერთავდასხმის რუსულ სამთავრობო ვებგვერდებზე და ინფრასტრუქტურაზე. აღსანიშნავია ის, რომ კიბერპარტიზანები იყვნენ სწორედ ის ჰაკერები, რომლებიც შეეცადნენ კიბერთავდასხმას რუსეთში სახელმწიფო რკინიგზის წინააღმდეგ, რკინიგზის სისტემის წინააღმდეგ და მაშინ რამდენიმე საათის შემდგომ შესაძლებელი გახდა კვლავ შესრულება სამუშაოში რკინიგზაში. რაც შეეხება რეისებს, უკვე მეორე დღეა სრულყოფილად შეუძლებელი არის რუსეთში აეროფლოტის მიერ რეისების შესრულება.